გვერდებიან მეგობრები, დიდი მადლობა. ზოგიერთ რამეს მოვაწესრიგებ მეც გადაცემისთვის და დავიწყოთ. დღეს შეზღუდვები ბევრი იქნება, დიდი იქნება უпроსარად, ბევრი ვერ შეძლებს უყუროს, მაგრამ შემდგომ მიეცემათ საშუალება ალბათ რომ ნახონ ეს გადაცემა. მე ამას ვამბობ, იმიტომ რომ წინა გადაცემამ შექმნა ამის საფუძველი, რომელიც ბატონ გურამ ქართველიშვილის უაღრესად მნიშვნელოვან შემოძახილს მოვაყოლე და დღეს კიდევ გამოქვეყნდა ელენა ხუციშვილის ძალიან სერიოზული კითხვები, რომელსაც ყველა ქართველი სვამს დღეს და კითხულობს ემიგრანტი, ძალიან წარმატებული მეცნიერთა კონგრესის წევრი, არა მარტო ის უამრავი ადამიანი კითხულობს, რომ აი ასეთი კითხვები როცა არის, როგორ არის წარმატებული ჩვენი ქვეყანა და როგორ მივდივართ წინ. ჩვენ დღესაც მოგვეცემა ამაზე საუბრის საშუალება, მაგრამ ცოტა შემდგომში ალბათ მომზადება მჭირდება სერიოზული, რომ შემდგომში შევძლო. დღეს დაიწყო გამოქვეყნდა ის კითხვებიც, გამოქვეყნდა ჩემი პოზიციაც, დღეს ზედაპირულად შევეხებით. ბევრი კითხვა, რომელიც და ძალიან ბევრი კომენტარია, რომელიც საჭიროებს შეფასებას, აშკარაა, რომ ადამიანებში სიმწარე გაიზარდა, სიმწარე. არა ის, რომ თქვათ დათფეს, დატკბეს, გათფეს ურთიერთობები, არა, პირიქით იმაზეა ლაპარაკი, რომ იქნებ დაიძაბოს და იქნებ სიმწარე მიმარჯვოს. და ეს დეპრესია გადადის უკვე აგრესიაში, ძალიან ბევრი ადამიანი გახდა აგრესიული და ეს გამოწვეულია მისი აშკარაა უკვე ნერვული მდგომარეობით და რაღაც საოცარ შეფასებებს აკეთებს. მართალია მეუბნებიან, რომ ამას არ უნდა აყვექ, უნდა მიატოვო და ასეთ რამეებს არ მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ თვითონ ამ ადამიანების გადასარჩენად უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვისაუბროთ ჩვენ თითოეული ადამიანისათვის, უნდა ვიბრძოლოთ, ყოველ ადამიანში რაღაც კარგი ვეძებოთ, იქნებ გამოვაცოცხლოთ, გამოვაფხიზლოთ თვით ადამიანი, იქნებ რაღაც მართლაც უფრო შემდობი გავხადოთ ადამიანი, უფრო შემდობი იყოს ჩვენი პოზიცია. უბრალოდ აი ეს სიტუაცია დღეს ისეთია ქვეყანაში, რომ დაუნდობლობა მძლავრობს, დაუნდობლობა. პოლიტიკა გახდა დაუნდობელთა ბრძოლის ასპარეზი. და ეს არის არა აი საკუთარ თავზე გამარჯვებისთვის ბრძოლა, არამედ სხვის წინააღმდეგ. სხვის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დამარცხებაა. როცა შენ ვერ გაიმარჯვე საკუთარ თავზე, ერთადერთი დაგჭა საკუთარი თავის რეალიზაციისთვის, რომ ებრძოლო სხვას. სხვის წინააღმდეგ ბრძოლა კი უკვე დამარცხებაა. ეს ისე შესავალია არა უბრალოდ იმისთვის, არამედ როცა ველოდებით მეგობრებს და ჩვენ კომპიუტერს რაღაც გარკვეული პრობლემა აქვს და შეიძლება მოასწრონ, რომ მე შევძლო იმ კომპიუტერითაც ვიმუშაო და ამიტომ ეს შესავალი გავაკეთე. კარგი, დავიწყოთ. გუშინ დიდი დღე იყო გიორგობა. საქართველოში ეს ყოველთვის გამორჩეულია და ყოველთვის იმედთანაა დაკავშირებული. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ იმედი უნდა გქონდეს, მაგრამ იმედს ჩვენ თვითონ უნდა ვქმნიდეთ ადამიანები და ამ იმედის საფუძველი უნდა იყოს ადამიანთა ერთობა. სხვა გამოსავალი არ არსებობს. თუ ჩვენ შევეცდებით იმას, რომ იმედი ვეძებოთ სხვის მოქმედებაში და არა საკუთარ მოქმედებებში, თავისთავად ცხადია, რომ ყველანი დავმარცხდებით. ყველა სხვას მოუწოდებს, რომ ჩვენთან ესეთი ისაა, რომ ყველა სხვას მოუწოდებს, რომ იბრძოლოს. ყველა ყველას ვებძვით, ყველა ერთმანეთს ყველას წინააღმდეგ ვართ და ამავე დროს ყველა სხვას მოუწოდებთ. ეს უნდა დამთავრდეს. საერთოდ სხვების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დამთავრდეს და უნდა დამთავრდეს მოწოდებების ხვის მიმართ. უნდა
გამოკვეთო შენი პოზიცია, რომ თუ ხედავ რომ თუ მდგომარეობაში ვართ, რისი გაკეთება შეგიძლია თვითონ. ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამორჩეულია, გამოკვეთილია, სხვა გამოსავალი არ არის. არ შეიძლება იყო ამერიკას ჰქონდა ძალიან მძიმე პერიოდი და ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ მაგიდაზე დაწერა ასეთი რამ. ნუ კითხულობ, რას გაძლევს ამერიკა, იკითხე, რას აძლევ ამერიკას. ეს დღეს ნუ კითხულობ, რას გაძლევს საქართველო, იკითხე, რას აძლევს საქართველოს, ეს არის დღეს მთავარი. საქართველოს თუ გონია რომ იმით აძლევ რამეს რომ ვიღაცას დაანძღავ, აგინებ და რაღაც საკუთარი თავი გინდა წარმოაჩინო ხვის წინააღმდეგ ბრძოლით, უკვე თვითონაც დამარცხებული ხარ და ძალიან უარყოფით აურას აძლიერებ ქვეყანაში. არა და ქვეყანა უნდა გათქმეს, უნდა დადგმეს, უნდა განვითარების ბუნებრივ რელსებზე გადავიდეს. ეხლა როგორიცაა განვითარება ქვეყანაში, ეს არის არა მარტო ანტიკრისტეს გზა, არამედ ეს რეალურად არის არაბუნებრივი გზა, ხელოვნური გზა შემოთავაზებული პარტიების მიერ. მე აი ამ გზას რომ დაუბრუნდეთ ჩვენ და რაღაც რომ ვისაუბროთ. ჩართვა არ უნდა. ეხლა მეგობრებო ერთ წუთით ხმახუნულ ზიადაცმუნა. ეხლა ვიბატონებო ეხლა ერთ წუთით. რაც მე მგონი რაღაცას ვაწესრიგებ და ეხლა ერთი წუთით თავარ თემასა რო დავბრუნდი, ამიტომ გავაკეთებ ერთ პატარა განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ ხვალ რომან რუას დაბადების დღეა. რომან რუა ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა ჩვენი ქვეყნის, არა მარტო როგორც სპორტსმენი, არამედ როგორც მოღვაწე პიროვნება. მე ხელთ მაქვს მისი ბროშურა, რომელიც მეცნიერთა კონგრესმა გამოცდა, მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ეს მართლაც უნიკალური ბროშურაა და ვისაც სახში აქვს, უნდა შეეცადოს, რომ ის ძალიან ვინმე სხვა საჩვენოს მას ძალა არასდროს დაუკარგავს. ეს არის როგორც შეძლო ამ ერთმა პიროვნებამ, არა მარტო დიდი მიღწევებისთვის ბრძოლა როგორც სპორტში, არამედ ვთქვათ, აი საზოგადოებრივი და პარალელურად
სოფლის მეურნეობის ხაზით, ანუ იქ სადაც ადრე იყო ქვაღორღი და პრაქტიკულად ესე იგი მიუკარებელი ადგილი იყო, იქ წალკოტის შექმნა და წალკოტის შექმნა ფიზიკური შრომით, თვითონ მუშაობდა, თვითონ შრომობდა, მთელი ოჯახი შრომობდა და გააკეთა ესეთი რამ. ეს არ იყო ერთი და ორი დღის შედეგი და სასწაულია აქ, რომ სურათი რომელიც პატრიარქთან ერთად აქვს, აი იმ გვერდზე უნიკალური რამ აქვს გაკეთებული და აი კარგი შესავალი გამოვა ჩვენი დღევანდელი გადაცემისთვის. აი ნახეთ, რას ამბობს, რომ ბატონი რომან რურო ამბობს, რომ გული მწყდება, რომ ჩვენი სულიერი მამის ილია მეორის ცნობილი მეცნიერების მოღვაწეების უამრავი კეთილი რჩევა დარჩა ყურადღების გარეშე. და აი ნახეთ შეფასება მისი. დაუმარცხებლად დავტოვე საჭიდაო ხალიჩა. წარმატებული ადამიანი ვარ ცხოვრებაშიც, მაგრამ დღევანდელობით მოსვენება მაქვს დაკარგული. ერთეულთა წარმატება ტაძრამდე მისასვლელი გზა არ არის. მინდა ვიცხოვროთ ზნეობით, ინტელექტით, ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ამას იმსახურებს მრავალ ნატანჯი ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა. ეს მაშინ 75 წლის თავის იუბილეი იყო, როდესაც ჩვენ ამ ბროშურას უშვებდით და აი აქ არის დღეს მე კიდევ ერთხელ გადავიკითხე ეს ბროშურა და კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ არა მარტო ის, რომ როგორი ძლიერი პიროვნება გვყავს, არამედ დავწმუნდი იმაში, რომ როგორი სერიოზული და როგორი კარგი აზრებია ჩამოყალიბებული და როგორ შეიძლება აი ნახეთ პოზიცია დაფიქრებისთვის. ეს არის ბატონი რომანის მეცნიერთა კონგრესთან დაკავშირებული და მეცნიერთა კონგრესში გამოთქმული მისი მოსაზრებებიც. ქვეყანაში მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლა არ არის ძნელი. რა არის საჭირო? ღირსება ხალხში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში. ღირსეულის დაფასების პოლიტიკა ქვეყანაში. ღირსეულის დაფასების პოლიტიკა ქვეყანაში. ხალხსა და ქვეყანაში იმის გაცნობიერება, რომ ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა უფროსი. ხალხსა და ქვეყანაში იმ რწმენის გაძლიერება, რომ სამშობლოს გადარჩენა ჩვენშია, ქვეყანაშია. გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა მხსნელები და პატრონები. ასეთი დიდი ქართული მიზნისთვის ღირს ცხოვრებას და თავგანწირვად. სწორედ ამიტომ ვამბობ, დიდი ქართული ერთობით გაიმორჯვებს ჩვენი სამშობლო და თითოეული ჩვენთაგანიც. მე მხოლოდ ზოგიერთი რამ უიტანი ამ წიგნიდან, კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ქართული ერთობის ერთ-ერთი დამფუძნებელს, ტელევიზია ქართული ტივის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მოღვაწე კაცს, ძალიან ცნობილ სპორტსმენს, ოლიმპიურ და 4 გზის მსოფლიო ჩემპიონს. მინდა მიულოცო დაბადების დღე, ვიცი რომ ბევრისთვის ეს ძალიან სასიხარულოა, თუნდაც ვისთვის უნდა იყოს. ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს, ალბათ როცა ასეთი პიროვნება გვყავს და ასეთი ბევრია ქვეყანაში, უნდა გაუფრთხილდეთ მათ და ამ ხალხსაც დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. წინა გამოსვლაში მე ვთქვი და დღესაც გავიმეორებ. არ არის ბატონო რომან დღეს ის დრო, რომ სახში იყო წყნარად. დღეს ქვეყანა სჭირდება შემოძახილი და მე არ მეპარება დღეს ბატონ ვახში ჟვანიასთან ერთად საუბრობდით, რომ თქვენ რაღაც დათათვირებული ხართ და რაღაც დიდ შემოძახილს გააკეთებთ. ალბათ ამ დღეებში ეს იქნება Facebook-ით, ტელევიზიით, გამოხვალთ სამწუხაროა, რომ თქვენ ნაკლებად გიწვევენ ტელევიზიებში, როდესაც ასეთი დამსახურების, ასეთი გაქანების, ასეთი საინტერესო ხედვის პიროვნება გვყავს, ну ალბათ ტელევიზიებში მხოლოდ მასე უნდა ბევრ ტელევიზიაში ხვალ მასე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ ნახოთ, იქნება ასეც მოხდეს და რაღაც შეიცვალა ქვეყანაში, ძალიან კარგი თუ ასე იქნება. მე ჩვენ გარკვეულ ჯგუფთან ერთად ვეწვევით ბატონ რომანს მის ეზო გარემოში, რომელიც მართლაც წალკოტია და რომ პრაქტიკულად ქვაღორღზე შეიქმნა წალკოტი, რა პრობლემაა რომ ქვეყანაში ბატონი რომანი ამბობს და სწორია, რომ რა პრობლემაა რომ ამ ქვეყანაში ყველანი კარგად ცხოვრობდეთ. რა პრობლემა? არავითარი პრობლემა ამისი არ არსებობს. ამას უნდა მართვის სისტემის შეცვლა და როგორც თვითონ უყვარს გამოთქვა, ბუნებაში უნდა დაუბრუნდეთ და ბუნებრივ გზას უნდა დაუბრუნდეთ განვითარების. აი ეს მხოლოდ ესეთი შესავლისთვის, ახლა რაც შეეხება უახლოეს რამეს, მე ხვალ იქნება ალბათ Facebook-ითაც გადაცემა საავტორო გადაცემის ტელევიზია ქართულ ტივიზე ბატონ სოსო ბაჩიაშვილთან ერთად, ეს უაღრესად საინტერესო
გადაცემა იქნება ჩემის აზრით, მას დიდი კარგი ანალიზები გააჩნია და მის მოხსენებას ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ყველა მის თაობაზე ვისაუბრებთ, მოისმენს მეცნიერთა კონგრესი და ჩვენ როგორც წინა შეხვედრაზე შევთავაზეთ, ძალიან სერიოზული მოქმედებებისთვის ვემზადებით უკვე. დღეს რეალურად ყველა პოლიტიკური ძალა დარწმუნდა მე მგონი იმაში, რომ პარტიებში ძალა აღარ არის უკვე. საქართველოში ბიძენა ავანიშვილმა მისი ფულით შეძლო ის, რომ პარტიებმაც ხელი შეუწყეს და ბიძენა ავანიშვილმა მისი ფულით შეძლო ის, რომ პრაქტიკულად პარტიების ავტორიტეტი დასამარებულია ქვეყანაში. პოლიტიკოსების ავტორიტეტი დასამარებულია ქვეყანაში. ქვეყანა ესე იგი დიდარი ხელისუფლება, დიდარი მონებისგან შედგება, რომ ეს ფეოდალიზმია პრაქტიკულად 21 საუკუნის და რეალურად მოხდა ის, რომ ადრეს არ იყო კარგი მდგომარეობა, მაგრამ ბიძენა ავანიშვილმა გვირგვინი დაადგა და პოლიტიკა აქცია ბიზნესად. და ეს ყველაზე საშინელი რამ არის. გამოსავალი სწორედ რომ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან არის იმაში, რაზეც აი მეცნიერთა კონგრესი დიდი ხანია საუბრობს და დღეს ძალიან ბევრ რამეზე ჩვენ ხაზგასმა გვექნება. მე მინდა რაღაცნაირად ვახსენე ბატონი გურამ ქართველიშვილი, მივესალმო იმას, რომ ახალი ფილმი გამოდის, გააგრძელეს საქართველოს ისტორია, 28-ში მისი ახალი ფილმი გამოდის, აი მართლაც როგორი ნებისყოფა უნდა გქონდეს და როგორი შეყვარებული უნდა იყო ქვეყანაზე, რომ ასე დროს ფილმზეც მუშაობდე და როგორი შემოძახილებს აკეთებს კიდევ ერთხელ ყველას ძალას გვაძლევს ისეთია შემოძახილები და მე მინდა მას მადლობა უთხრა, რომ გუშინ წინ ჩვენ ტელეფონით ვისაუბრეთ და 28-ის შემდგომ შედგება ჩვენი შეხვედრა 1-2 დღის განმავლობაში მის ეზოგარემოში მივმუშაებთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან მინდა რომ საქართველოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, იმიტომ რომ მე ვშიშობდი უთხარი ბატონ გურამ, სოციალმან დამირეკა, ვშიშობდი რომ წავსულიყავ იმასთან, იმიტომ რომ ის როგორც არასდროს ასეთი პოზიციის მქონე პიროვნება დღეს, როგორც არასდროს ისია საჭირო ქვეყნისთვის, ესე იგი პოზიცია აქვს კარგი, მაგრამ უკვე მოქმედებაზეა გადასვლა საჭირო და მე მინდა ვიფიქრო და მე მინდა ვისურვო ის, რომ როცა დეფიციტია ასეთი ადამიანების მხედველობაში მაქვს ინტელიგენციაში, განსაკუთრებით შემოქმედებით კავშირებში, როდესაც ბევრი გაიყიდა გრანტებზე და ძალიან ბევრ სხვა რამეზე, როდესაც არიან ადამიანები ვერ იყიდეს, აი ამ ადამიანებმა დანარჩენი ინტელიგენციაც უნდა გადაარჩინონ და ინტელიგენციამ მთლიანად უნდა დადგეს ხალხის სამსახურში და ხაზგასმით ვამბობ, ინტელიგენტი არის არა ის, ვინც ხელისუფლებას იცავს ხალხისგან, როგორც ეს უმეტესობაშია ძვალსადარბლისში გამჯდარი საქართველოში, არამედ ინტელიგენტი არის ის, რომელიც ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. დღეს ხალხს სჭირდება დაცვა, ხალხია უმძიმეს მდგომარეობაში. მე ვერ გეტყვით, აი ამ დღეს გარეთ გავედი და მეზობელი შემხვდა და მითხრა, რომ აი ჩვენთან აიგებ ცოტა მოშორებით, აი როგორ ბრიგე კაცი იყო, კარგახანი არ მენახაო და არაფერი ძალიან კეთილი, წესიერი, პატიოსანი რაღაც ისა, ნუ აი უბრალოდ განიცდიდა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და გარდაიცვალაო, აი შიმშილში გარდაიცვალაო კაცო და აი რომ ნახეო, ყველანი ვლაპარაკობდნენ იმაზე, რომ როცა ასეთი ადამიანებს აი ესე გაუჭირდა და როცა ასე და და საუბარი იყო იმაზე, რომ რა წარმატებებზეა ლაპარაკი ქვეყანაში. მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ დღეს ვინმეს ენა უბრუნდებოდეს, როცა ამ იმაში მე უბრალოდ ორი რამე მინდა გითხრათ, აი ნახეთ, აი ორი ანალიზი მინდა წარმოვიდგინოთ. პირველი ანალიზი ასეთია, დააგვედით კარგად, რომ თურმე უმშევრობა ქვეყანაში შემცირებულა, სერიოზულად შემცირებულა. მაგრამ ნახეთ, დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ესე იგი, უმშევრობა შემცირდა ისე, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ხო, კარგი ანალიზია. და კიდევ ეს არ არის მთავარი. ესე იგი, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 14,000-ით შემცირებულა. ჩვენთან ვინ იყვება დასაქმებულად დაახლოებით, როგორც ანალიზებში ვხედავთ და აქაც მოცემულია, რომ აქაცაა ციფრები მოცემული, რომ ესე იგი სულ დაახლოებით 900,000 კაცამდეა, რომელიც ესე იგი კონტრაქტით არის, მუშაობს კონტრაქტით, აქედან 50%-ზე მეტი არის სახელმწიფო სამსახურებში, ანუ ბიუჯეტიდან ფულს იღებს
დასაქმებულ და 60-65%, ეს არის მსოფლიო მასშტაბით გაუგებარი ციფრია და კიდევ უფრო მეტი გაუგებარია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა ისე, რომ დასაქმებულთა და დაუსაქმებელთა და უმუშევრთა რაოდენობა შემცირდა ისე, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და თვით დასაქმებულთა, ანუ ვინც თავისი 54,000 იყო და შემცირებულა ქვეყანაში 14,000-ით. წარმოიდგინეთ თქვენ, ანუ თვით დასაქმებული azt ნიშნავს, თვითონ როულის რაღაცას აკეთებს, მიწა აქვს და ამას ქვია თურმე თვით დასაქმებული რაღაც აბსურდია ჩვენი ისა რომ სახელმწიფო პოზიცია გამოკვეთული, იმაზეა აგებული ეს სტატისტიკა, მაგრამ თავარ ციფრს გეუბნებით ბატონებო, თავარ ციფრს, რომ ესე იგი 214,000 სამუშაო ძალა შემცირებულა ქვეყანაში, შემცირებულა და ამიტომ გაზრდილა ამიტომ შემცირებულა უმუშევრობა. მაგრამ ესე იგი სამუშაო ძალა რატო შემცირდა? შემცირდა ამიტომ რომ წავიდა უამრავი ქვეყნის გარეთ და უკვე რო იწვალა, ითხოვა დამასაქმე და არაფერი აღარ განაახლა თავისი განცხადება უკვე და ამათი რაოდენობა შემცირდა 214,000-ით. ესე იგი თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული, აი გაუცებული ვარ რა ციფრებზე, არა და აი უცხოეთში ციფრი მიდის ასეთი, ისინი ხო არ ამოწმებენ რა არის, რომ საქართველოში და უმუშევართა რაოდენობა, ესე იგი ერთი კვარტლის თუ ერთი წლის 3 კვარტლის განმავლობაში შემცირებულა 13,3%-ით. ესეთი ციფრი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს ალბათ, მაგრამ ესე იგი 13,3%-ით შემცირდა უმუშევრობა, ისე რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და შემცირდა თვით დასაქმებულთა რაოდენობა. როგორ უნდა მოხდეს ეს? აი რა მათემატიკაა ეს? როგორ უნდა გააკეთო? აი ეს არის სტატისტიკა. აი რას როგორ იყენებს იმას და აი კიდე მეორე სტატისტიკა, რომელიც დამანგრეველია ჩვენი ეკონომიკისთვის, აგერ ორი ისეთი რამ, რომელიც ზედაპირზე დევს და ეხლა სიღრმეებში არ შევდივარ, ამის მერე აგერ გეუბნებით, რომ ხულევის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაა იქ, რომ ესე იგი შემოსავლები 24 მილიონით გაეზარდა. მოგება 30 მილიონით. ნუ არ ვიცი, ეს ციფრები არის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს სიბრინიდან აღებული ბატონო. აი თქვენ მე გამაგებინეთ ერთი რომ როგორ შეიძლება რომ ორგანიზაციაში შემოსავლები გასული წლის განმავლობაში გაიზარდა 24 მილიონით, მოგება გაზრდილა 30 მილიონით. თეორიულად ეს შეიძლება, მაგრამ გავკეთ ახლა კიდე რა ციფრებზეა ლაპარაკი. ესე იგი 129 მილიონია საერთო შემოსავლები და 129 მილიონში მოგება არის 82 მილიონი, 82,8 მილიონი. 30 მილიონით გაიზარდა ამ წელიწადში გასულ წელთან შედარებით, ნუ გასაოცარია პირდაპირ. აი რა ციფრებით ცხოვრობს ქვეყანა დღეს. ვისია ეს ქარხანა? ეს არის სოკარის, აზერბაიჯანელების. ეს 82,8 მილიონი მათი მოგებაა. წაიღეს, მიწაც მათია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მათია, ყველაფერი მათია და საქართველოსი არის რაღაც პროცენტი. გაუგებარ მდგომარეობაში ვართ, გაუგებარ. აი რა გველოდება აქედან თუ დაუშვებთ იმას, რომ არაბული ქალაქები აშენდება. დღეს მე იმედი მომცა ერთმა ძალიან ცნობილმა პროფესორმა, დოქტორმა, რომელსაც ვერ უხსენებდი ბიძინა ივანიშვილზე, რაიმე სთან ოცნებაზე ვერ უხსენებდი. დღეს თქვა, რომ ეს არის ის, რაც ხალხმა არ უნდა დაუშვასო. წარმოიდგინეთ თქვენ. ეს არის ის, რაც ხალხმა არ უნდა დაუშვასო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზულად, როდესაც ის ჩამოვა აქ და გვექნება საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში დავსხდეთ, ეს სტობილი პიროვნებაა ძალიან, ეროვნული მოღვაწე, ვიმეორებ. მას დიდი კამათი მქონია არაერთხელ ტელევიზიით, მას ბიძინა ივანიშვილზე მასე ცუდის თქმა, აი 1000-ჯერ ჩემთვის, ბატონი ვახშისთვის, ყველასთვის უთქვამს რაღაც ისა. დღეს მე ვნახე შეშფოთებული. შეშფოთებული ვნახე ამით და შეშფოთებული ვნახეთ ემიგრანტებზე მიღებული გადაწყვეტილებით. ნუ ესე იგი პირდაპირ მითხრა, რომ ქალბატონ ლუარანი ჟერაძეს
იცნობს და თქვა რომ ლუარა ნიჟერაძემ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიიღო, ზოგადად მე კონკრეტიზაციას ვაკეთებო პროფესორი და დოქტორი კაცი უბრალოდ აი ყველაფერი მე შემწხვებაო ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაო რომ ასეთ ადამიანებს ესე იგი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. ესე იგი თუ მიიღებს უნდა ჩამოვიდეს აქ და კიდე რა განცხადებებს აკეთებენ ადამიანები რომლებიც ადრე საუბრობდნენ იმაზე რომ მიხეილ სააკაშვილი არ უშვებს იმას რომ საარჩევნო უბნებს აზრდის უცხოეთში და ამით ებრძალებათ ესე ქართველებს იქ მონაწილეობა და ასე შემდგომ ესე სააკაშვილს როცა ებრძოდნენ ამით და როცა იცავენ ბიძინა ივანიშვილს იცავენ იმის საპირისპირო მოტივებით რომლითაც ებრძოდნენ ესე იგი მიხეილ სააკაშვილს ასეთი იანუსების აი ესეთი აი როგორც იტყვიან აი ორგული უგულო თუ რა ვიცი რა დავარქვა იანუსები რა ნუ აი ასეთი იანუსების ქვეყანაში ამას უერთნობა ბიძინა ივანიშვილი დღეს რამდენიმე პიროვნებამ სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ რო ვესაუბრე მითხრეს ერთი გვარი ნუ ეს ჩემთვის ახლა ვიცნობ მას და მეც იგივე აზრზე ვარ რომ ეს რო იქნება მთავარი იდეოლოგი ეს რო გამოდის არც ნარკომანობა აკლია არც ჯიბირობა არც ხურდობა არც სანამდეობები სააკაშვილის დროს შევარდნაძის დროს არაფერი ყველაფერი დააშენგო ბიძინა ივანიშვილის მთავარი იდეოლოგი გახდა დღეს და ის ამბობს იმას რომ მე პატივისცემით ვარ მაგრამ აღარ მინდა უკვე აი რო ვისმინო ამ ადამიანებს იმიტომ რომ რეალურად ქვეყანა იღუპება და ეს ადამიანები არიან მთავარი რუპორები რა თქმა უნდა მე დავამატებ იმას რომ არა მარტო ეს ჩემთვის გაუგებარია ოპოზიციის სიხარული რომ ბიძინა ივანიშვილის ფული დაუყადაღეს წაართვეს ვიყოთ ობიექტურები ქვეყანაში შევკრათ ჩვენ ქართული პოლიტიკა შევკრათ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მთავარი რა გვიხარია თუ ვინმეს ფულს ართმევენ ქართულ კაცს თუ რაღაც დაუყადაღეს თუ ვერ გამოიყენებს რას ვეუბნებით იმას რომ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს რომ რაღაც სანქციები დაადონ და რაღაც კიდე აკლია ჩვენ ქვეყანას ამის ისა მაგრამ ასე უზნეოა პოლიტიკა ოპოზიციის უზნეოა პოლიტიკა ხელისუფლების და გამოვიდა რომ უზნეო უმცირესობა ცდილობს ზნეობრივი უმრავლესობა დაიმსგავსოს და უზნეო გახადოს ასე ისინიც უზნეო გახადოს ამისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა ეს არის დღეს უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი აი ახლა მე გავშალე აი სწორედ ის რომ რაზეც წეგან საუბრობდი ქალბატონმა ელენე ხუციშვილმა ეს მე არაერთ გქონია საუბარი გადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა ეს ქალბატონი იტალიაშია დაბრუნდება ძალიან მალე და მიხარია რომ ესეთი ქალბატონი ჩამოდის ის ტელევიზიის ძალიან დიდი მხარდაჭერი იყო და რჩება და ძალიან საინტერესო ანალიზებს გვიგზავნის უცხოეთიდან და უბრალოდ ამბობს იმას რომ რასაც ევროპაზე ლაპარაკობენ საქართველოში ტყუილია ყველაფერიო და ამას მეუბნება ყველა ძაიას ის ხალხი არ არის რომლებიც ვერ ხედავენ ვთქვათ ევროპაში რა არის ცუდი რა არის მიუღებელი და როცა ადარებენ ქართულს სად არის ჩვენი მდგომარეობა უკეთეს და რაღაც და ასე შემდგომ ეს ის ხალხია რომელთაც აქვთ ეს ანალიზი მაგრამ ეს ხალხი ამბობს იმას რომ აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის რომ ვთქვათ რა მდგომარეობაა იქ და რა არის კარგი და ცუდი ესე იგი რომ თითქოს იქცევა ევროპა ინგრევა ევროპა რომ საქართველოში ლაპარაკობენ მხოლოდ ჩვენ და ჩვენ შევინარჩუნეთ და ჩვენი შუბ და რაღაც ამ ხალხს ხომეროსის ხარხარი ემართება იქეთ ლიტერატურული გამოთქვა რომ გამოიყენო ხომეროსის ხარხარი რომ აი როგორ ატყუებენ ქართულ ხალხს და ისინი ამბობენ რომ გვეწოდება ხალხი რომელიც აი ამ ტყუილებზეა აგებული აი რეალობა არის აი ნახეთ მან გამოაქვეყნა დღეს და ასეთი რამ ესე იგი რაღაც 9 დეპუტატი მიმართავს ურსულას რომ საქართველოს ესე იგი 9 ევროპარლამენტარი საქართველოს გამუშტერებას რომელიც თავად დაკითხვაზეა მაგრამ არ ეუბნებიან იგივე ურსულას საქართველოს ბანკები რატომ არ არის ქართული ერის განკარგულებაში რატომ შიმშილობს და გარბის ხალხი ქვეყნიდან რატომ არის 8 მილიონობით ემიგრანტი უკვე რატომ არის მილიონობით ემიგრანტი 30 წელია სხვის ტერიტორიაზე რატომ ოპარეს ხალხს ფული ბანკებში რატომ აქვს ქართულ პენსიონერებს მათხოვრული ცხოვრება რატომ გარბის ქვეყნიდან ყოველი მესამე მოზარდი რატომ ყრიან სახლებიდან ხალხს და
ციგნები ტოვებენ ქუჩაში, რატომ გაიყიდა საქართველოს მეხუთედი მიწების, რატომ არ ცხოვრობენ მდიდრების გარდა ქართველი ბავშვები კარგად, რატომ შემოგვისვიეთ არაბები, რომლებიც თქვენ არაბები, რატომ მოგვახვიეთ თავს რუსოფობია, ხოლო ვეღარ ვიბრუნებ ტერიტორიებს, თუ რუსეთი აკრძალულია სამყაროში როგორც ქვეყანა, რატომ ეკონტაქტება მათ დანარჩენი სამყარო? თქვენ არ წუწუნებთ იმაზე, რატომ არსებობს საქართველოში საეჭვო ლაბორატორიები, ესე იგი რამდენი რატომ დაისვა? მერე კიდევ თქვენ არ წუწუნებთ იმაზე, რატომ არსებობს საქართველოში საეჭვო ლაბორატორიები. თქვენ არ გაწუხებთ ქართული დემოგრაფია. 30 წელია საქართველოს ძარცვას მსოფლიო და ძვირფასო ევროპარლამენტარებო, თქვენ ეს პრობლემა არ გაწუხებთ და არც ქართველების ბედი. ბერლინის კედლის დაცემის მერე საქართველოს ყველა ხელისუფლება თქვენი მონამორჩილია და თქვენ გაასწორეთ თქვენი პირადი ანგარიშები რუსეთთანაც და თქვენს ხელისუფლებასთანაც. ქართველ ერს უნდა ქართველების სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ ალბათ. თქვენ უფლება არა გაქვთ საქართველოს სახელით ურსულასთან ისაუბროთ, რადგან ჯერ თვითონ განთავისუფლდით ჯანმოზგან მოხვეული საეჭვო მდგომარეობიდან და ქალბატონ ურსულასგან, რომელსაც თვითონ ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ. ყველა პიროვნებას, ყველა ქვეყანაში უნდა ადამიანური კანონები და ნამდვილი თავისუფლება. თქვენ არასდროს არ განაღლებდათ ქართველი ატირებული ემიგრანტი დედების ბედი და მათი ატირებული შვილების, რომლებიც მარტოდ გაიზარდნენ უდედოდ. ამიტომ საქართველოს და ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს მისი ერის ბედი და გზავნილის რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ქართველების ოფლით მოპოვებული შრომის ბედი და გზავნილები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ქართველების ოფლით მოპოვებული შრომის ნაწილია. ის პურის ფქვილი სჭირდება ქვეყანას არსებობისთვის საკვებად, რომელიც შედის ქვეყანაში და თქვენ ამას აკრიტიკებთ თურმე. არა საქართველოს ძარცვას მთელი სამყაროსგან, როდესაც ამ ყველაფერზე და კიდევ მრავალ დახუჭავ თვალს, მერე დაგიჯერებთ თქვენ ზრუნვას ურწმელად საქართველოზე. ქართველები ნიჭიერი ხალხია და ერთი გვჭირდება დიპლომატია ყველა ქვეყანასთან. საქართველო თუ ქვია, უნდა იმართებოდეს ჭეშმარიტად ქართველების ხელით. ეს არის ის ჩამოყალიბებული ძალიან ბევრი რამის დამატება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მე შევეცადე, რომ ეს დღევანდელი იმისთვის გამომეყენებია და მას ჩემი შესავალი გავუკეთე და დღეს მინდა ზოგიერთი რამ. ეს მასალა შემზარავია, უაღრესად დამაფიქრებელი და კითხვები გამოქვეყნდა მეცნიერთა კონგრესის აქტიურმა წევრმა ემიგრანტმა ელენე ხუციშვილმა. ახლა ამაზე ყველა ქართველის და მამულიშვილი უნდა ფიქრობდეს და შიგა ფიქრობდეს და მივა იგივე დასკვნამდე მეცნიერთა კონგრესმა, რომ გააკეთა საქართველოს მთავარი მტერი არა ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაა. და ეს არის ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლებები, რომელთაც 30 წელზე მეტია იმედით ირჩევს უიმედობაში მყოფი ხალხი. ვიმეორებ, საქართველოს მთავარი მტერი არა ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაა და ეს არის ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლებები, რომელთაც 30 წელზე მეტია იმედით ირჩევს უიმედობაში მყოფი ხალხი. სწორედ ეს არის სამწუხარო რეალობა, რომლისგან დახსნას უნდა ერთი მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ გონებით და არა კუჭით. ხალხის და მეცნიერების ერთობაში, მეცნიერულ პროგრამებში შეერთებაშია საქართველოს მომავალი და არა პარტიებში, პოლიტიკოსებში და მათ საარჩევნო ტყუილებში. სწორედ ასეთი მიდგომა შეუძლია ეროვნული თანხმობის ხელისუფლების არჩევა. ის იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც დიდი ხანია შეიმუშავა მეცნიერთა კონგრესმა და რომელსაც ასე იშინია როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. დღეს მთავარია შევძლოთ ხალხის გაერთიანება ამ კონცეფციის ირგვლივ. ერთხელ მაინც ვაჩვენოთ ხალხის ძალა და დავიბრუნოთ პარტიების, პოლიტიკოსების და უზნეო მდიდრების მიერ წართმეული ქვეყანა და მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვათ.
ამ ქვეყნის პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, რომ ხელისუფლება არის ხალხის მიერ დაქირავებული მსახური და არა უფროსი, როგორც ეს ასია აწლეულებია და რომელსაც ჩვენ დასაუბედროთ ასე შევეჩვიეთ. დიახ, შევეჩვიეთ იმას, რომ ვემსახუროთ ჩვენს მსახურს, მსახურად არჩეულთ, რომელთაც თავხედობას და გაუმაძღვრობას საზღვარი არ აქვს. ეს უნდა დასრულდეს ხალხის და მეცნიერების დაასრულოს ხალხის და მეცნიერების ერთობამ. ეს არის საფრთხო ბრძოლა მომავლის საქართველოსთვის და ამ ბრძოლამ უნდა გაგვაერთიანოს ყველა მიუხედავად ასაკისა, ეროვნებისა, პარტიულობისა, პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური კუთვნილების და სოციალური მდგომარეობისა. სწორედ ეს იქნება მოაზროვნეთა ეროვნული მოძრაობა, განახლებული ეროვნული მოძრაობა პოლიტიკაში გონების დაბრუნებისთვის და საქართველოს სულიერი მისიისთვის. სწორედ ასეთ ბრძოლაში იქნება ჩვენთან უფალი და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ეს არის გზახსნის და სიკეთით გამარჯვებული საქართველოსკენ. თვალი გაუსწორეთ წარი რეალობას. თუ გინდა გავხდეთ ეროვნული მოძრაობის რეალური წევრი, დიახ, თვალი გაუსწოროთ წარი რეალობას, თუ გინდა გავხდეთ ასეთი ეროვნული ძალიან მართლა საერთო ეროვნული მოძრაობის, ესე იგი რეალური წევრი. და რა არის, რას უნდა გაუსწოროთ თვალი? დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ვინც ხალხი მოატყუა, სათავეში მოექცა, ხოლო ვინც ხალხს სიმართლე უთხრა, ხალხის მსხვერპლი გახდა. ხალხმა აირჩია მატყუარა და ხალხმა უარყო გონიერება და მომავალი. დამოუკიდებლობის თვალი უნდა გაუსწოროთ იმას, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, განსაკუთრებით 1992 წლიდან ხალხმა დააფეტიშა ქუჩის ბელადები და მილიარდერები და დაივიწყა კაცობრიობის გამოცდილება. გადარჩენა არც ქუჩის ბელადშია და არც ფულიანში, რომ გადარჩენა განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაშია. დაივიწყა, რომ თავარი იმ ადამიანებშია, რომელთაც აქვთ ინტელექტი, ენერგია, გამოცდილება და წესიერება. რა მომუკანასტრის, ანუ წესიერების გარეშე პირველი სამი არაფრ ძალას კარგავს, არამედ დამანგრეველი ხდება. დიახ, დამანგრეველი ხდება. ეს იქნება მთავარი, დღევანდელი გადაცემისთვის ამას ვწერდი და ჩვენ ალბათ შემდგომში აი ამ კვირაში ამას დევს ეს ჩვენ საიტზე, მინდა რომ ძალიან ბევრმა ნახოს და ძალიან კარგი იქნება, რომ კითხვა რატომ, ანუ რა მდგომარეობა რეალურად გაცილებით მეტია, მაგრამ დიდი მადლობა ქალბატონ ელენას, ესეთი ყოველთვის რაღაც გონიერებით ასავსე მისი სტატიები, მისი Facebook გვერდზე მისი მუშაობა და ძალიან მიხარია, რომ არ ვიცი თუ არ შეცვლია რაიმე რამდენიმე ხნის წინ გითხრა, რომ ბრუნდება საქართველოში, ამ წლის ბოლომდე ბრუნდება საქართველოში და იქნება ძალიან კარგი შენამატი მეცნიერთა კონგრესისთვის და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ძალიან ბევრ კარგ და კეთილ საქმეს გავაკეთებთ ერთად. ესე იგი, დღეს ჩვენ მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა და მთელი 4-5 საათის განმავლობაში ვაყალიბებდით წინააღმდეგებს, როგორ უნდა მოხდეს ტელევიზია ქართული ტივის რეორგანიზაცია და ესე იგი მისი როგორც იტყვიან, მისი მხარდაჭერა როგორ უნდა მოხდეს, ვის როგორ შეუძლიეს. ჩვენ შევეცდებით, რომ აი იმ დიდ შეკრებაზე ეს გარკვეული ის გამოვიტანოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საინტერესო მოსაზრება, რომ ჩვენ მართლაც შევძლოთ ის, რომ შესრულდეს მერაბ ბერძენიშვილმა რაც თქვა, რომ ტელევიზიებმა დააქციეს ქვეყანა და ერთ მართალ ტელევიზიას შეუძლია ქვეყნის გადარჩენა. თავარია, რომ პრინციპები ჩამოვაყალიბოთ სწორად. აი სწორედ ამაზე იყო მუშაობა დღეს და მე ვფიქრობ იმას, რომ ჩვენ ამის გაკეთება შევძლებთ. რაც შეეხება ძალიან ბევრი რამ დღეს ტრიალებს ისევ ამ სასამართლოების, ამ ქუჩის აქციების და ყველაფერს. მე ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ თუ პარტია ქვია რომელიმეს, ვინც არსებობს, დღეს უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ მეცნიერთა კონგრესის მიერ შემუშავებული პრინციპები ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის თაობაზე არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩვენ
გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა პარტია, დიდი და პატარა, გამოვაცხადებთ ერთი 10 დღით ადრე, შევკრიბოთ, მანამდე პრეზენტაცია გავაკეთოთ, დაუგზავნოთ ეს პრეზენტაცია, რომ იქ ნაკლები დრო დაიჭიროს აი ამ კონცეფციის განხილვამ და ვიმსჯელოთ და მოусმინოთ ყველას და ეს იყოს პირდაპირ გადაცემით. დღეს ჩვენ გვჭირდება არა პარტიული პრინციპების დაცვა, არამედ ჩვენ გვჭირდება მეცნიერულ რელსებზე ქართული პოლიტიკის გადაყვანა. არ არსებობს ბატონებო, ქვეყანაში, მსოფლიოში ქვეყანა არ არსებობს, რომელმაც მეცნიერების გარეშე და მეცნიერულ რელსებზე პოლიტიკის გადაყვანის გარეშე შეძლო კრიზისის დაძლევაც და წინსვლა. არ არსებობს ასეთი ქვეყანა. ნებისმიერი თავიზოზე გერმანია, იაპონიამ სასაული გააკეთა, ხომ ნახეთ დღეს. მე არ მინდა დღეს ამაზე ვისაუბრო, მაგრამ იაპონიამ ნახეთ, აი დღეს ანალიზი გავაკეთე და ისეთი რამ ესროლა იაპონიამ საფინანსო რამ ესროლა მთელ მსოფლიოს, რომ აი მარტივად ვავიღოთ თუ ბაჩიაშვილისაგან ივანიშვილს 1 მილიარდამდე თხოვს, ხომ? დღევანდელი დღეს რაც იაპონიამ ნაბიჯი გადადგა, უკვე 600 მილიონის გადახდა უწევს. იმდენად ლაპარაკია, ესე იგი 600 მილიონის იმ სპეციალურ თანხაზე, რომელზეც ედავებიან მას, ხოლო იაპონიამ თუ ასე გააგზელა, ესე იგი 200 მილიონი გაუხდება გადასახდელი რამდენიმე და ერთ თვის განმავლობაში ალბათ 200 მილიონი გაუხდება გადასახდელი. აი ნახეთ თქვენ, აი რას ნიშნავს მეცნიერება, რას ნიშნავს ჩინეთმა ყველაფერი შეძლო მეცნიერებით. გითხარით ამისინ 100,000 მეცნიერი ტაივანზე გახიზნა, რომ კუნძული შეექმნა მეცნიერული და დღეს ტაივანი არის მსოფლიო მეცნიერების ცენტრი. ჩინეთმა გააკეთა, მაოძედუნმა გააკეთა ეს. ჩვენ რატომ გვაქვს აი ესეთი ინფანტილური დამოკიდებულება მეცნიერებისადმი და რატო გონია, რომ პოლიტიკაში ან თქვა ხელისუფლებაში თუ მეცნიერია, ის ინარჩუნებს თავის მეცნიერულ პრინციპებს. პარტიული მეცნიერი აღარ არის. იგი არის პარტიული ინტერესების დამცველი. მეცნიერი არის ის, რომელიც პარტიის გარეშე დგას და პარტიის გარეთ დგას. როდესაც ის პარტიული ხდება, ის კარგავს თავის მეცნიერულ ღირებულებას. შეიძლება მათემატიკოსი კარგი იყოს, მაგრამ პოლიტიკაში მისი მეცნიერული ღირებულებები ნულდება. ეს დაემართა ძალიან ბევრ საქართველოში. ერთმა პიროვნებამ ითხრა, რომ აი მეცნიერები არიან ევროპაში. რა დაამთავრეს ამ ყველანი სოროსულ ინსტიტუტებში და იმაში სწავლობდნენ აბსოლუტური უმრავლესობა ოცნების იყო თუ ეს ნაციონალური მოძრაობის. სოროსულ ინსტიტუტებში სწავლობდნენ და სოროსულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ. ამათ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ, აი როგორც ორბანმა შეძლო სოროსი გახდა პრეზიდენტი და სოროსის წინააღმდეგ ბრძოლით ინარჩუნებს პრეზიდენტობას. ორბანი გახდა კომკავშირის საკას პირველი მდივანი უმრეცის. ეს ტექნოლოგია კარგად აქვს დამუშავებული. ასეთივე გახდა ჩვენთან ყველა. ამერიკის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით გახდნენ, მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამერიკის ქებით და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით, ეხლა დღეს ამერიკის ლანძღვით და რუსეთის დაცვით ინარჩუნებენ ხელისუფლებას. აი იგივეა ეს, ამას ქვია იანუსები. ამას ქვია ორპირა ადამიანები. ამას ქვია, როცა თანამდებობის შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდიხარ. ეს ქართული არ არის. თუ ვინმე საქართველოს ისტორიაში და ვინმე მეტყვი ასეთი არ ქონდა იმეფეს ამეფეს, მე გეუბნებით, რომ ჩვენ ლაპარაკობთ ზოგად ქართულ ტრადიციებზე. და ლაპარაკობთ პოზიტიურ ტრადიციებზე. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის დასაფასებელი. ჩვენ ღვთის ქვეყანა ვართ. დიდი სულიერი მისიაა შესასრულებელი. ამ სულიერი მისიის შესრულება სჭირდება ქვეყნის შიგნით ერთობა. ვინც ქვეყნის შიგნით ერთობას ანგრევს, ის ებრძვის საქართველოს სულიერი მისიის შესრულების იდეას. და ნებისმიერი პიროვნება ვამბობ ამას მართალიც რომ იყო. ხელისუფლება დღეს ებრძვის, ესე იგი, სწორედ დიდ ეროვნულ მისიას საქართველოსაც, რატომ? იმიტომ რომ გადასულია ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. და ოპოზიცია თავისთავად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ორთავენი თქვენ გასული ხართ ქართული არეალიდან.
ორთავენი ქართული არეალიდან ეს დაამკვიდრა მიხეილ სააკაშვილმა რაღაც იყო ადრეს, მაგრამ აპოგიას მიხეილ სააკაშვილის დროს მიაღწია და ვეღარ გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან. ბიძინა ივანიშვილი მტრათვლის ყველას, ვინც მის ხება დიდებაში არ არის. და რატო უნდა აქ ხელისუფალი ვერ გამიგიეს? და ძალიან ბევრი კიდე პრიმიტიულად ვოკითხავ, მე საზღვარგარეთ გამიშვა, მე მანქანა მიყიდა, მე სახლი მიყიდა, მე 1000 ლარს მაძლევს. ქვეყანა რა მდგომარეობაშია ხალხო? შენ რო გაძლევს 1000 ლარს, შენს მეზობელს სხვა კუჭი აქვს. შენ უნდა ცხენოდეს, რომ შენ იღებ ამ ფულს. და ძალიან ბევრმა მე იმიტომ ვაფასებ, მე რა ბერძენიშვილს უარი თქვა, უჭირდა 1000 ჯერ მინახავს. მე რა ბერძენიშვილი როცა თავის მეგობრისთვის უთხოვია, რომ აი თუ შეგიძლია ჩემს მეუღლეს ერთი 200-300 ლარი და ცოტა ხანში დაგიბრუნებთო. უთხოვია, მაგრამ უარი თქვა ბიძინა ივანიშვილის ფულზე. ლაჩა დაბუკაშვილი ერთი დღეს კიდე რომელმაც უარი თქვა. ძალიან ბევრი იბძვის და განცხადებაზე წერს და აკადემიკოსობა უნდა იმის გამო რომ ფული მიიღოს. ქვეყნის მდგომარეობაა მთავარი თუ ერთი ოჯახის კარგად ყოფნაა მთავარი ხალხო? როგორ შეიძლება ეს მეცნიერი იყო, აკადემიკოსი იყო, პროფესორი იყო, მწერალი იყო და ფიქრობდე იმას, რომ აი მე ხო გრანტი ხომ მომცა და ამიტომ უნდა ვაქო. ქვეყანა რა მდგომარეობაშია? ეს არ არის საზომი. თუ საზომია შენი ოჯახში გაქვს თუ არა საჭმელი. საჭმელი უნდა ქონდეს ყველას, ესაა საზომი. და არა ისო შენ ქონდეს და სხვას არა. ძალიან ბევრი მე პიროვნებას უთხარი დღეს და გამოკვეთილად მინდა ვთქვა. ჩვენ შორის არის დიდი განსხვავება მეთქი. რა განსხვავებაა და მე ვთქარი ის რომ შენ ბიძინა ივანიშვილის მხარს უჭერ იმიტომ რომ მიგიახო მან და შენ გინდა რომ იქ იყო. მაგრამ მე არა მაქვს ამის სურვილი. რატომ? იმიტომ რომ მე ვიბძვი იმისთვის რომ ადამიანი არ იყიდებოდეს. არ იყიდებოდეს. ძალიან ბევრი ესე იგი გამსახურდია ძალიან ბევრი პიროვნებას არ მიიკარა და ამიტომ ებრძოდა მას. მე არ მქონდა ეს პრობლემა. მე პირიქით საუცხოო პირობები მქონდა, ესე იგი დავტოვე პარლამენტი, როცა მინისტრის მოადგილეობა შემომთავაზა, ვთქვი რომ არ მინდა თანამდებობა, აგერ არის ძალიან ბევრი რო ამბობს რომ აი გამსახურდიას დროს თუ იყო ასეთი ისო და გამოდიოდო რა, ნახეთ პარლამენტში გამოსტო, როცა ვთქვი რომ არ მიდის ქვეყანას ორი გზით, დაპირისპირების გზით მიდის, ეს იყო მთავარი, დაპირისპირების გზით მიდის. კარვის ქალი, იმის ქალი, კარვები, რაღაცები და ვამბობდი იმას რომ მათას გზის მართალი რომ იყო, ეს დაპირისპირ ომთან მიგვიყვანს. ეს იყო გამოვედი და ვთქვი ხმამაღლა და მე არ ვიქნები ამ დაპირისპირების მომხრე. გავედი პარლამენტიდან და საავტომობილო ქარხნის დირექტორს ბატონი შუბლაძე იყო მაშინ დაუწერე განცხადება რომ მუშად მიმიღე ქარხანაში. მინისტრის მოადგილეობას თავაზობდნენ. იმიტომ კი არა რომ მე არ მინდოდა რომ ვთქვათ მინისტრი მე იმას ვხედავდი რომ მინისტრის მოადგილის რანგში მე პრაქტიკულად ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. და სიტუაცია იყო ქვეყანაში რომელიც მიდიოდა ომისკენ. ქუთაისის ბაზარში რომ დამგველები იყვნენ, 5 დამგველი ქალბატონი, ძალიან კარგი ქალბატონები, იცის ეს თემა ქუთაისმა და ისინი რომ კარავი იჯნენ და ესე იგი პარლამენტში ისე შედიოდნენ და გამოდიოდნენ რომ დღეს პარლამენტარები ჩვენ დამოუკიდებლობის აქტზე მოვაწერეთ ხელ და პარლამენტში ვერ შევდივართ და ისინი ისე შედიოდნენ და გამოდიოდნენ ვითომ არაფერი. ეს დაპირისპირება ორი ნაწილი, ყველაფერში გაყოფა. მაშინ როდესაც გამსახურდიამ სიტყვა თქვა 28 ოქტომბერს არჩევნები რო დამთავრდა 30-ში, ეს იყო უნიკალური სიტყვა, უნიკალური. მაგრამ მე აღარ მიცეს საშუალება რომ შეესრულებინა ეს, აღარ მიცეს საშუალება არა გარეძალებმა, არა მისი ჩიგნით პარტიულმა ძალებმა. ყველა მოთხოვა სკამი, თანამდებობა, ყველაფერი და ნუ აინა აღარ მინდა ამ დეტალებში წავიდე, მაგრამ ვიმეორებ რომ ძალიან ბევრი პიროვნება გამსახურდიას ებრძოდა იმის გამო, რომ გამსახურდიამ ის თავისთან არ მიიყვანა. რომ მიიყვანა თავისთან, გამსახურდიას მონა გახდებოდა. და მე კი არ ვებრძოდი, მაგრამ ვიყავი წინააღმდეგი არა იმიტომ, რომ მე არაფერი არ შემომთავაზა, პირიქით,
შემომთავაზა, მაგრამ მე ვხედავდი, რომ დაპირისპირება იყო ქვეყანაში. სხვათა შორის ქუთაისის თეატრში რო შევხვდით, ამის მოწმე ძალიან ბევრია და პირდაპირ იქაც ჰქონდა ეს საუბარი და მეც უთხარი, ზუსტად დამიმოწმა და მითხრა, რომ ეს არის უბედურება, ჩვენ ეს დაპირისპირება უნდა ავიცილოთ თუ არა და დავიღუპებით. ეს მისი მოსაზრება იყო თეატრში. რამდენიმე კაცის თანდასწრებით თქვა, თეატრის მთავარ რეჟისორის ლევან სვანაძე იყო მის ოთახში და ლევან სვანაძე დღეს რეჟისორია და მას შეუძლია და იმ პიროვნებს ვინც ესწრებოდნენ ამას. იქ ძალიან გულიანი და გულახდილი საუბარი შედგა. მას მიდგომა სწორი ჰქონდა, მაგრამ მისი გარემოც არ ազდებდა. ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო იმ მაფიოზური რკალის გარღვევა, რომელიც მის ირგვლივ იქნება. ვერ შეძლო ამის გარღვევა. ზუსტად გამსახურდია პირად საუბარში, სასაული რამეები მითხრა, მერე უკვე აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ წავიდა. ესე იგი, ისევე იყო შევარდნაძეს ვეუბნებოდი, ვერ გაარღვევ ამ რკალს, არარაობად იქცევა შენი პრეზიდენტობის პერიოდი თქო. მაფიოზების კავშირია ბიძინევანიშვილი და ეს მაფიოზები თვითონ შექმნა ძალიან ბევრი და თვითონაც არის უკვე ასეთი და ამიტომ ის ამ რკალს არათუ ვერ გაარღვევს, არ გაარღვევს. იმიტომ რომ ის კარგად გზნობს თავს ამ მაფიოზულ გარემოში. როგორ შეიძლება რომ ეს პარლამენტი შეარჩიოს პიროვნება, ეს პარლამენტი, სადაც პოლიტიკოსები პრაქტიკულად არ არიან და ფულისტომრები არიან პარლამენტში. ეს როგორ შეიძლება ეგეთი რამე, აი იმ პიროვნებისგან რას უნდა ელოდოს, სხვას მე არ ვიცი. თუ ჩვენ ამ სწორ მიდგომებს და ვინმე ზგონია რომ ეს არის ბიძინევანიშვილის წინააღმდეგ, ბიძინევანიშვილი არის თვითონ კი არ ჯერა ამის მერე გადასარჩენი. არა და ჭირდება ქვეყანას, მაგრამ არა პოლიტიკაში. რა პოლიტიკაა ეს, რომელიც ტარდება? პოლიციურია. ეს ქვეყანა არის პოლიციური. საქართველოს პოლიციური ვერ იქნება. ვერ გაძლებს დიდხანს, 1 წელი, 2 წელი, 3 წელი რო გაძლოს, ვერ გაძლებს მაინც. დასმენებზე, მოსმენებზე, ჩაშვებაზეა ასე აგებული ყველაფერი. ერთმანეთს აქვთ, ერთმანეთ დაწყობილი აქვთ ისინი. ერთმა პიროვნებამ მითხრა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რომ მოითხოვოს და კანონის მიხედვით აქვს უფლება რომ მოითხოვოსო ნახოს მისი პირადი საქმე უშიშროებაში. შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს, შეირყეს ისეთი რამეები არის აწყვია მასე ვინ რატომ? იმიტომ რომ იმდენი პიროვნება ამ უშიშროებაში და ამ ორგანოებში იმდენია, უსაქმურად რო არ დარჩნენ ესენი. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან რომ ვიღაცა ჩაუშვან, ვიღაცაზე რაღაცა დაწერონ, ვიღაცას რაღაცა შეთხსან, ვიღაცა რაღაც სასწაულები ხდება ესენი. ეს რა ქვეყანაა? ქალაქის მერი მოვიდა ნიუ-იორკში და ამბობს პოლიცია უნდა გავაუქმო და აქ პოლიციაზეა აგებული ყველაფერი. ხალხი თვითონ დაიცავს ეს რიცხვი, ეხლა ეს შეიძლება ჰიპერბოლურია და რაღაც ბევრმა არ გაიზიაროს, მაგრამ მე ვამბობ პრინციპს, რომ არ შეიძლება პოლიციურ სახელმწიფო, მით უფრო საქართველოს ნიჩზე ორიენტირებული. საქართველოს რომ ძლიერი ინტელიგენცია ყავდეს დღეს, საქართველოს რომ ძლიერი და აი ღონიერი მეცნიერება გამოკვეთილი ფიგურები იყვნენ, დღეს ამის უფლებას არ მიცემენ ივანიშვილს. ხმამაღლა მომბობ ამას. 1000 ვინმეს ეწყინება. მაგრამ ხმამაღლა მომბობ ამას. დღეს რომ საქართველოში იყვნენ გამოკვეთილი ფიგურები, ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, ესენი იყვნენ ეროვნული იდეის მატარებლები. ესენი იყვნენ მამული შვილები. ამის 1000-ის უფლებას არ მიცემენ ივანიშვილსაც ის აკეთებს დღეს. პირად საუბარში ყველა ლაპარაკობს, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ხმამაღლა არ გამოდის და ამას არ ამბობს. რატო? იმიტომ რომ ეშინია. და ეშინია არა მარტო იმისი, რომ ვინმე დაიჭერს, ეხლა ასე ხო არ არის ყველაფერი. ფულს არ მიცემენ იმას 1000 დას, იმას 1500 დას, იმას გრანტს არ მიცემენ, იმას შვილი რომ მოუწყვეს საგადასახადოში, იმას საბაჟოში, იმას გამოუშვებენ. ეს რა მექანიზმებია? ეს არის კონკურენტული გარემო. ეს არის ქვეყანა. როდესაც მე ორი პიროვნება მეწარმე მირეკავს, რომ არჩევნებში ხوار იღებ მონაწილეობასო და რატომ ეკითხებით მეთქი და იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ადამიანურად უფლება არ გვაქვს თქვენ წინააღმდეგ გამოვიდეთო და ჩვენ დაგვიძახეს აქ 15 მეწარმე და გვითხრესო რომ თუ ეს არ გაიმარჯვებს ეს პარტია, ჩათვალეთ რომ თქვენი ბიზნესი მთავრდება და გაგაშენახ მე უთხარი მე არ ვაპირებ მეთქი არ ამაქვს მე ამის არავით არის სრული და მე თანამდებობა არ არის ჩემთვის თავარი შეიცვალოს ქვეყანა. ქვეყანა რო შეიძლება ყველა მოუძებნით ჩვენს ადგილს. დღეს ნეპოტიზმია ქვეყანაში. დღეს კატასტროფული სიმაღლეზეა კორუფცია.
დღეს აი ამის გამო იზრდება ეს ხარჯები. ძალიან ბევრი ლაპარაკობს, რატომ გაიზარდა ფასები და ამის ანალიზს არ აკეთებს, რომ ფასების ზრდის მარტივი მექანიზმი ამ შეგვიძლია ამოხსნა, როდესაც მიხვალ აი პატარა ფარდულში, რომ მიხვალ და ეთქვი იმას, რომ კი მაგრამ გუშინ წინ ან 1 წლის წინ რომ ყიდიდი ამას ორლარად, რატომ ყიდი დღეს 10 ლარად? მოვიდა ინდუელი, მოვიდა არაბი, მოვიდა ჩინელი, ის ხითის 10 ლარსო. Შემთხვევით სრულიად საკმარისია, რაოდენობა ძალიან ბევრია და გაძვირდა ყველაფერი ქართველისთვის. და ვინ გააძვირეს? შემოსულმა. მოდის გარკვეული ფულით, მას აქვს საშუალება, ისინი აი აგერ მე ჩვენი ფარდულის აგერ ჩვენს ქვემოთ იყო, იმან თვალი გამიხსნა ყველა და მე მივედი სხვაგან მეორეგან ერთი 7-8 ადგილზე რომ ვიკითხე თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე. აღმოჩნდა რომ გაძვირების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო სწორედ ის, რომ შემოვიდნენ უცხოელები, ისინი იხდიან ძვირს. და ახლა ხო არ შეიძლება რომ ქართველისთვის ღირდეს 2 ლარი და უცხოელისთვის ღირდეს 10 ლარი. ამიტომ დაადეს 10 ლარი. და შენც იძულებული ხარ რომ ან 10 ლარი უნდა გადაიხადო. ერთმა პიროვნებამ ამის წინ მითხრა რომ ბალი მას ვაკეთებდიო, შეძლებული კაცია. და მურაბას ვაკეთებდიო და მე რაღაცა ვიყენებდი ჩუქნიდი ქვეყანავინმეს ბალიუმ 10 ლარი 7 ლარი რა არის ადრე 1 და 2 ლარს ვიხდიდიო და იგივე დამიდასტურა იმან ესე იგი უცხოელების შემოსვლამ ქვეყანაში გააძვირა ბინაც ყიდვა მისი გააძვირა ოფისად მიღება პარტიის გააძვირა პროდუქტი გააძვირა ყველაფერი სწავლას და ყველაფერი გააძვირა. ჩვენთან გაძვირდა ყველაფერი, მაგრამ ხელფასი არა. ხელფასი გაიზარდა მხოლოდ ხელისუფლებაში. მე უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ იმას, რომ როგორ უნდა იყოს ჩაციკლული კაცი იმაზე, რომ ესე იგი აი ხელისუფლების კებადიდებაში იყო და ამას რომ ეუბნები, რომ ციფრებს, ფაქტებს რომ დაელაპარაკები, კი, მაგრამ მშვიდობა ხო გვაქვს, სადაა ომი, რატომ უნდა იყოს ომი ამ ქვეყანაში არ ვიცი. ვის უნდა ამ ქვეყანაში ომი? მე არ ვიცი. ჩამოვთვალოთ ქვეყნები იმ ნავთობსადენების გამო, რომელიც ამ ხელისუფლების დამსახურება და არც წინასე არ არის. ომი არ აწყობს არავის. არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას. ეს სასიცოცხლო სადენებია. სასიცოცხლო, იმიტომ ქვია ამას ღვთის ქვეყანა. და ამას ვაბრალებთ ბიძინა აიმანიშვილმა ომი არ გვაცხილა. რა ომზია ლაპარაკი? რატო ან ვინმე თუ ამბობს ახლა რომ ომი იყო, მაშინ არც ეს ნავთობსადენები იყო 90, 91, 92, 93 წლები და მაშინ დაიშალა საბჭოთა კავშირი ისე უზნეოდ დაშალა გარბაჩოვმა და მისმა გუნდმა, რომ 250 მილიონი ადამიანი დატოვეს უპატრონოდ. მე ხშირად მithkoms და გავიმეორებ, ერთ დღეს ქუთაისში 100,000 კაცი დარჩა უმშევარი ერთ დღეს. კიდე რა ძლიერი ყოფილა, საქართველო რა ძლიერი ყოფილა, ქართული გენი რომ რას გაუძლო, ერთ პატარა ქალაქს სულ სადაც 250,000 კაცი ცხოვრობდა, დღეს 100,000 არ ცხოვრობს ალბათ. 250,000 კაცი ცხოვრობდა, 100,000 კაცი დარჩა უმშევარი, 16,000 კაცი ავტოქარხანაში მუშაობდა. მარტო ერთ ქარხანაში ოჯახებით და იმით რომ აიღო ეს 50-60,000 კაცი მარტო ეს იყო. მაგრამ მე ოჯახებზე არ მომბობ. მუშახელი დარჩა დასაქმებული 100,000 დასაქმებული კაცი საკავშირო დაქვემდებარების საწარმოებში, ანუ პროდუქციას რომ ნედლეულს რომ ვიღებდით, თქვა საკავშირო იმიდან და ფულიც მოდიოდა საკავშირო სამინისტროებიდან, ასეთი საწარმო დაიხურა იმდენი საავტომობილო, სატრაქტორო, ელექტრომექანიკური, ვასხოდი ქვიოდა მაშინ, ზარია ქვიოდა, SKB პროექტ პრიბორი იყო, ამას აბრეშუმის კომბინატიც კი საკავშირო დაქვემდებარების და უამრავი ეს. აი რამდენი ადამიანი მუშაობდა იცით ამაში? ეს იყო 100,000-მდე კაცი იყო ამ იმაში. მარტო საავტომობილო გითხარით, 5,000-მდე კაცი ელექტრომექანიკურ ქარხანაში მუშაობდა. 3-4,000 კაცი სატრაქტორო ქარხანაში მუშაობდა. ვასხოდი და ესელი რაკეტის მას ჩიპებს ვაკეთებდით ჩვენ. უნიკალური რამეები იყო, არ დაკარგულიყო ეს. რა იყო მაშინ გადაწყვეტილება და დამოუკიდებლობა მიაცათ რესპუბლიკებისთვის და ეკონომიკური კავშირები შენარჩუნებული იყო 10-15 წელი. საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანა იქნებოდა დღეს ყველაზე მდიდარი ქვეყანა. მაგრამ ამის ეშინოდა ევროპას, ეშინოდა არა მარტო ევროპას, ამერიკას ყველას.
უკრაინის ომი მე ჩემთვის შემთხვევითი არ არის და ამას პირველად არ ვამბობ როგორც დაიწყო მაშინვე ვთქვი და აგერ არის ჩანაწერები მაშინ ვთქვი რომ ძლიერი უკრაინა არ აწყობს ევროპაში არც ერთ ქვეყანას რატომ იმიტომ რომ მიწები აქვს უნიკალური ნედლეული აქვს უნიკალური ფართობი აქვს უნიკალური ხალხი ყავს ინტელექტუალური საბჭოთა კავშირის დროს განათლება 10 თავით მაღლა იყო იმ ქვეყნებში და ეს ამას სამხედრო შეიარაღებით 8 ქვეყანას შორის შედიოდა სოფლიოს 8 ქვეყანას შედიოდა უკრაინა მაშინ სიძლიერის მიხედვით ინტელექტით იყო ერთ-ერთი გამორჩეული საბჭოთა კავშირში იყო უკრაინა რუსეთი და საქართველო ეს სამი ქვეყანა იყო გამორჩეული ინტელექტუალურად და საწარმოებით შესაბამისი აქ ქონდა ჩვენი საპროექტო ინსტიტუტებით და რაღაც სასაუბრი ისინი კეთდებოდა აი ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვის აწყობდა ეს გერმანიას არა რაოდენობრივად მასე მეტი მიწით მასე მეტი ინტელექტით და ყველაფრით მასე მეტი არ აწყობდა ინგლისს არ აწყობდა საფრანგეთს არ აწყობდა არც ერთ ქვეყანას გარკვეულწილად ეს მარტო რუსეთის ამიტომ ომი რო გაგრძელდეს ძალიან აწყობთ იმას რომ ომი ასუსტებს ორ დიდ ქვეყანას უკრაინას ასწორებს მიწასთან და რუსეთს და დაუზრუნებული უკრაინა და რუსეთი აწყობს ძალიან ბევრ ვინმეს მსოფლიოში ჩინეთით მოყოლებული დამთავრებული ამერიკით ეს არ არის რომელსაც დღეს ვამბობ ამას ვამბობდი როცა დაიწყოს ომი მაშინვე და მაშინვე აიგერ არის ჩანაწერები და შეგიძლიათ ნახოთ იმ პერიოდის გამოსვლები აი Facebook-ის და დარწმუნდებით თამაში მე ახალს არაფერს არ ვიგონებ დღეს რეალურად თუნდაც ის რაც მოხდა ახლა შემუშავება აი პროექტის თუნდაც რაც გაასწორეს ევროპელებმა ის რომ მიიღონ ცხადია რომ ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო ტრამპი ამაში სწორია იმიტომ რომ რა იყო მაშინ მოთხოვნა იყო იმისი რომ ნატოში არ უნდა შევიდეს და სამხედრო ტექნიკა უცხოეთის ქვეყნების არ უნდა განლაგდეს ევროკავშირში შევიდეს არ არის პრობლემა რაღაც იყო ეს მოთხოვნები არა მანდამაინც გვინდა ნატო მანდამაინც გვინდა ეს მანდამაინც გვინდა ის და ამას მოკვა ის რომ ეს უნიკალური ქვეყანა რეალურად დეპრესიულ მდგომარეობაში გადაიყვანეს უნდათ თუ არა საქართველოსთვის ამი უნდათ მაგრამ ეს ეხლა კი არა ბიძინას დროს 8 აგვისტოს მაგრამ მიხვდნენ იმას რომ საქართველოს ის მასშტაბები არ ექნებოდა და აღმოჩნდა ის რომ ქართული ჯარი რომელიცაც ტრაბახობდა მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა უუნარო და უფრო მეტიც სააკაშვილმა ყველაზე დიდი უბედურება მოუტანა მაშინ და იმ ომმა ყველაზე დიდი სარგებლობა მოუტანა რუსეთს რატომ? იმიტომ რომ რუსეთი მიხვდა რომ არც მას არ ყავდა ჯარი 2008 წლის აგვისტოში რუსეთი მიხვდა რომ მას ჯარი არ ყავდა საქართველოს არ ყავდა გასაგებია რუსეთიც მიხვდა რომ მას ჯარი არ ყავდა და გადაერთო რუსეთის ხელისუფლება და პირადად პუტინი იმაზე რომ ყველაფერი გადაიყვანა სამხედრო რელსებზე და დღეს ნახეთ როგორი ის აქვს ახლა ვიღაცას გონია რომ ის ინარჩუნებს ისეთ პოტენციალს რომელსაც მე ვხედავ ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია რომ თქვა ამერიკამ ევროპამ რო დაუწყონ ომი მას შენარჩუნებული აქვს მისი სამხედრო პოტენციალის 3/4 ხელშეუხებელია რომ და იმიტოა რო ეშინია თორე იმას რომ ასე დაცვლილი იყოს ყველაფრისაგან ევროპა და ამერიკა რაღაცას გაუბედავდა მაგრამ იციან რომ ასე არ არის საქმე რომ 3/4-ს რუსეთი არ შეეხო თავის სამხედრო პოტენციალის და იყენდა იმ შემთხვევისთვის აქვს შენახული თუ ევროპაში ვინმე გაბედავს მის წინააღმდეგ ან ამერიკა თუ გაბედავს მის წინააღმდეგ და თქვენ ხედავთ რომ ყველანი მიდიან იქეთკენ რომ დღეს ამ ეტაპზე მშვიდობაა საჭირო და ეს არის ძალიან კარგი და ნეტავი დამთავრდებოდეს ეს ასე რომ დასრულდებოდეს ეს მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა არ არსებობს მსოფლიო ისტორია ამას ადასტურებს იყო ახლო აღმოსავლეთი შენარჩუნებულია აღმოსავლეთის დაძაბულობა მაგრამ გადმოვიდა უკრაინაზე არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში და არ არსებობს პერიოდი რომ სადმე ომები არ იყოს რატომ ყველამ უნდა გამოცადოს იარაღი აბა იარაღი ომში იცდება ამიტომ იყო ახლო აღმოსავლეთიც ამიტოა უკრაინაც რო დამთავრდეს უკრაინაში სადღაც დაიწყება კავკასიაში უნდა ვიყოთ ფრთხილად ამას ხოთაშორის გზნობენ მე ჩრდილოეთ კავკასიაში ვიყავი ახლა მქონდა შეხვედრები და გზნობენ ამას რომ ესე იგი მტრისას რომ კავკასია გახდეს შემდგომში ამის ისა კავკასია
და საქართველოს მიმართ ყველას ცუდი განწყობა აქვს. იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფალთა გამოსვლები არის ასეთი, ჩვენ ვართ აქ და სხვა არავინ არ არის, აი ჩვენთანაა ყველაფერი კარგად, სხვაგან იქცევა ყველაფერი. მეზობლებში იქცევა, კარგან ყველგან იქცევა და ესენი ამბობენ იმას, რომ ამას რო ასე იყოს არ უნდა ლაპარაკობდეთო. მაგრამ ჩვენებს ეს აქვთ აი ადგილობრივ მოსახლეობა რო მოატყუონ, მაგრამ უკვე გაივსო ქვეყანა უცხოელებით ისინიც ქართულადაც ფიქრობენ, ლაპარაკობენ, თარგმნიან და ვინ რა ფუნქციითაა შემოსული კაცმა არ იცის კიდე და დღეს აგერ ნათქვამი საქართველოში ჩვენ არ ვიცით კარგად, იციან არაბეთში, იციან იქ და წავიდა, იმიტომ რომ სპეცსამსახურებს თავთავიან წარმომადგენლები ყავთ აქ. ჩვენი ქვეყანა იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიდრე წარმოგვიდგენია. და 1000 გზის ყველას ვინც უჭერთ მხარს ოცნებას, გეკითხებით. 140 ქვეყანას უვიზო რეჟიმი აქვს საქართველოსთან. მსოფლიოს 140 ქვეყანას. გთხოვთ, გეხვეწებით, გემუდარებით. მსოფლიოში მაჩვენეთ მეორე ქვეყანა, რომელსაც 140 ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი. ეს კიდე არაფერი. 30 ქვეყანაზე მეც აქვს გამარტივებული რეჟიმი. ანუ მას პრაქტიკულად 170 ქვეყანაზე მეც სულ 192 ქვეყანა არის გაეროში. 170 ქვეყნის წარმომადგენელს დღეს შეუძლია იფიქროს, რომ უნდა წავიდეს ხვალ საქართველოში და წამოვა. თუ არის მეორე მსოფლიოში ქვეყანა ასეთი, მითხარით და მე გეტყვით, რომ ყოჩაღ მე შემსწარ ვარ თქო და საერთოდ აღარ ვილაპარაკებ ამაზე. რომ მხარი დაუჭირეთ, ვისაც გინდათ, მაგრამ რომ მხარდაჭერა ხო არ ნიშნავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგი იყოთ. მე წინააღმდეგი ვარ ვინმეს იმ ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე იყოს საზღვრები გახსნილი. ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება რომ ემიგრანტებს ვეცეოდეთ ასე. ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მე ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე გააფეთიშოთ გარედან შემოსული ხალხი. ეს არის იმის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. მე ვამბობ, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს საქართველოში უნდა ჰქონდეს ისეთივე უფლებები, როგორი უფლებებიც ქართველებს აქვს იმ ქვეყანაში. ესაა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არ არის ბრძოლა საქართველოსთვის. რატომ ხართ ასე მოწამლულები, რა გაგიკეთეს ესეთი რა ჩვენ ვართ მტრები და ვინც ამას აკეთებს, ას გითხარით, ისინი არიან მეგობრები და ჩვენ გვებძვით. რატომ ხალხო, რატომ? დავიცვათ ეს ქვეყანა. თქვენ ბიძინე ამანიშვილის დაცვა გირჩევნიათ ქვეყნის დაცვას. და თქვენ რო არ იცავდეთ ბიძინე ამანიშვილის და თქვენ ქვეყანას იცავდეთ, ბიძინე ამანიშვილის დაცული გამოვა. მაგრამ თქვენ იცავთ ბიძინე ამანიშვილის იმაში, რაც უბედურება ამ ქვეყნისთვის, რასაც უკეთებს უბედურებას. გადაგვაყოლა თან ერთი ბაჩიაშვილის შემოყვანას ქვეყანაში და არაბების შემოსევაა საქართველოში. ვისაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ არაბების ასეთი ოდენობით ჩამოსვლა, ქალაქების მშენებლობა კი არა, ნახეთ, ისინი რა განცხადებებს აკეთებენ, უკვე ისე გაუბერეს ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა, რა ჩვენ მარტო იმდეს კი არ ავაშენებდო, აქ და თელი ამბები, ეს რაღაცა, თქვენ რა უკენით ამ ქვეყანას? ესე იგი, თქვენ დავით აღმაშენებელი წაშალეთ ხალხო. თქვენ დავითა კონსტანტინე მხეიძეების ის არ მოგცემთ ტანჯვაწამება არ მოგცემთ საშუალება თქვენს ოჯახებში სიკეთე არ იქნება რაც მაგათ არაბებმა გაუკეთესათ. ვინ არის წინააღმდეგი არაბეთთან ურთიერთობის? მაგრამ მიჩვენე მითხარით ერთი არაბებმა სადააშენეს არაბული ქალაქი. მსოფლიოში მიჩვენეთ ერთი ადგილი, ამერიკა ამოდენა ქვეყანაა, რუსეთი ამოდენა ქვეყანაა, ჩინეთი ამოდენა ქვეყანაა. აი მითხარით ერთი რომელიმე ქვეყანა სადაც არაბული ქალაქი აშენდა. ერთი ქვეყანა მითხარით. ჩვენ ვართ ხელისუფლების წინააღმდეგი, თუ თქვენ ხართ ბიძინე ამანიშვილის მომხრები და საქართველოს მტრები. დიდი მადლობა იმ ახალგაზრდა კაცს ლუკა ჩხეიძეს, რომელმაც გაშიფრა და თქვა მე პოლიტიკაზე რო არ ვილაპარაკო და იმაზე რო არ ვილაპარაკო, თქვა ჩვენი ეროვნული ტრადიციებისთვის ასნიშნავს ეს, გაანალიზა და დაგვიდო მაგიდაზე და ის ამზადებს ეხლა გამოსვლას კიდე და გამოგვიგზავნის აქეთ. აი ესეთი ხალხი ყავს ქვეყანას, რომ თვითონ ეს როგორ შეიძლება გამოდის ბატონი ხაინდროვა და მე რა თუ არ რატო უნდა გამოქვეყნდეს გინახავს ამნე მიწა იყიდება ქართული. პატრიარქი ამბობს, ეკლესიაში მიდიან ესენი. პატრიარქი ამბობს, რომ არც მეფეს,
არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა. ყიდიან ქართულ მიწას. და თურმე პროექტი ისიც ვარ კონტრაქტი ვარ გამოცხადდეს, ესეც შეიძლება თურმე. ხალხო დაგნებდა. რა გიქნათ ამ ფულმა თქვენ საწოდავებო თქვენ? რა გიქნათ ამ ფულმა? ნახეთ როგორ შენობებში ზიან ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დამცველებად გამოდიან. სულ ბიძინა ივანიშვილის შენობებში ზიან. მის მიერ კაპიკებად ხელში ჩაგდებულ შენობებში ზიან. ფული აქვთ, შენობები მიცეს. ტელევიზიები თავისუფალია, ცხოვრობენ კარგად, გადასარევად. ქვეყანაში არ არის 1 მილიონერი აკადემიკოსი, მეცნიერი. ქვეყანაში არ არის 1 მილიონერი მწერალი. ქვეყანაში არ არის 1 მილიონერი თეატრალი. ქვეყანაში არ არის 1 მილიონერი მუსიკოსი, არადა ყველა დარგში სპორტსმენი, მილიონერი, რომელიც ქვეყანაში მილიონერები არიან ხელისუფლებაში. ვისაც ეს არ გწვენიათ, რა თქმა უნდა ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების ბრალი. შევარნაძის პოლიტიკიდან მოყოლებული, ეხლა მეტყვით რომ მაშინ არ მაქვს ნათქვამი. მე ყველას პასუხად გაზდებ თქვენ, არ მინდა დღეს ამას ერთი დღეს გამოვაცხადებ, იმნაირი რაღაცები დამიწერეს, პასპილები და რაღაც ისინი სამარცხვინო რაღაცებს წერენ და ამას ყველას გავცემ ამ იმაზე პასუხს და ესე იგი ისინი დაისვენებენ და მე ყველას გეუბნები თქვენ თუ გინდათ გაიგოთ რა არის შედით თქვა თეთრები წერტილი ორგ და აგრიბეთ იქ შევარდნაძე გვარი და ნახავთ ჩემ გამოთქმებს შევარდნაძეზე აგრიბეთ იქ საძიებელში გვარი ივანიშვილი ნახავთ ჩემს მოსაზრებებს ივანიშვილზე აგრიბეთ სააკაშვილი ნახავთ სააკაშვილზე და ჩადებული არის პრაქტიკულად 30-40 წლის განმავლობაში რაც მე მაქვს ნათქვამი. ამას წაიკითხავთ, მე აღარ შემეკამათებით არაფერზე. აღარ იტყვით იმასო, სად იყო მაშინ, სად იყო მაშინ. ერთი მაჩვენეთ მე შევარდნაძე რა სადმე შევაქე. ერთი მასადმე მაჩვენეთ. მე ვამბობდი მის პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტი თუ შეგიძლიათ. და უამრავი ძიმე რამეები მაქვს ნათქვამი. ბოდის გიხდით. მე არც ასულის და არც მომავლის არ მეშინია და არც დღევანდელობის. მთავარია რომ პოზიცია გქონდეს სწორად ჩამოყალიბებული. ჩვენი პოზიცია აი ქალბატონ ელენას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. და მე შევეცდები რომ ბატონ გურამ ქართველიშვილთან მანამდე ძალიან ბევრი შეკრება არის მეცნიერთა კონგრესში, ყველაფერი და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დღეს შემაერთებლის როლი, ქვეყნის გამაერთიანებლის როლი, ქვეყნის დაპირისპირებიდან გამოყვალის როლი აიღოს მეცნიერთა კონგრესმა, თუ ამას ხალხი დაუჭერს მხარს, საქართველო განათდება. საქართველო იქნება ძლიერი ქვეყანა. ამას ინიციატივის აღება არ არის საკმარისი. ამას სჭირდება ხალხის დიდი მხარდაჭერა. მე ვიმეორებ, რომ არ შეიძლება მეცნიერთა კონგრესი იყოს მხარე. ან ხელისუფლების წინააღმდეგი, ან ხელისუფლების მომხრე. ან ოპოზიციის წინააღმდეგი, ან ოპოზიციის მომხრე. მეცნიერთა კონგრესი უნდა იყოს ორიენტირებული არავინმე წინააღმდეგ ბრძოლაზე. პარტია იქნება თუ პიროვნება, არამედ მომავლის საქართველოზე. მეცნიერთა კონგრესი უნდა იყოს ორიენტირებული ერთობაზე, ერთიანობაზე. მეცნიერთა კონგრესის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ხალხი და მეცნიერები შეერთდნენ მეცნიერულ პროგრამებში. აი ეს ფუნქცია უნდა იყოს მეცნიერთა კონგრესმა. მე ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. ამას სჭირდება დიდი ერთობა, ამას სჭირდება ამას მე ვიცი რომ ყველა ხელისუფლებაშიც და ხელისუფლების გარეთ ოპოზიციაშიც ბევრი ადამიანი ამას ვინც მოისმენს იტყვის რომ პოზიცია არის სწორი და ჩვენ შევეცდებით რომ აი ამას როგორმე თქვა მხარი დაუჭიროთ ეხლა ღიად შეიძლება ბევრმა ვინმე გამოვაქვეყნოს მაგრამ პრინციპში განწყობა მე ვიცი რომ არ იქნება ცუდი ამის მიმართ
დღეს არ არის ახალი, აი აგერ ეს 2015-16-17 წლებში იწერებოდა და გამოვიდა იმ პერიოდში, სადაც მიწერია. ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები. ზვიად გამსახურდიას გარემოცვაში, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაჯიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ მის შემდგომ მთავრობებში და დღევანდელ მთავრობაშიც. ჩვენი ამოცანაა საზოგადოებასთან ურთიერთობაში შემდგომ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა. არ არის ეს ორი პოზიცია. არ იყვნენ კარგი ადამიანები. ისინი ქუჩაში არ ყვირიან და ისინი არ ამბობენ იმას, რომ აი ჩვენ დაგვაწინაურეთ აგვიყვანეთ. აქ კარგად აქვს მეცნიერთა კონგრესს ჩამოყალიბებული და ეს რომან ურუამ კარგად გააჟღერა, ვინც პარლამენტისგან გარბის, იმას ეჭვით უნდა უყურებდეს, მაგრამ ვინც პარლამენტში მჭირდება და ხელისუფლებაში იმას უნდა შევეხვეწოთ. ჩვენ ვადგენთ იმ ადამიანების სიას, რომელთაც და უდიდეს ნაწილს უნდა შევეხვეწოთ. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით უნდა შევეხვეწოთ. რომ ამ ყირელა პოლიტიკოსების ფონზე საქართველოს იღუპება და საჭიროა შემოხვიდეთ ხელის პოლიტიკაში. მე ამ განწყობით მივდივარ სასაუბროდ ბატონ გურამ ქართველიშვილთან. მას დიდ ძალას ვხედავ მაშინ და დიდ განწყობას, ეროვნულ ენერგიას ვხედავ. და არიან ასეთი ადამიანები. ამერიკაშია წასული, ესე იგი ბატონი ჯუბახებელი, რომელსაც სასაულის დაწერა ლიტერატურული საქართველოს პირველ გვერდზე, სადახართ პოეტებიო. გუშინ ერთ-ერთი რეგიონიდან ძალიან კარგი პიროვნების, აი ჩვენ ამ დღეებში გვექნება გადაცემა, ძმები კალანდიები, ზაურ კალანდია, საოცარი მწერალი კაცი, გუშინ დაგძალეთ, რენე კალანდია, გენო კალანდია, ზაურ კალანდია, გენო კალანდიას ოჯახში ვიყავით ჩვენ მაშინ, როცა სოხუმის დაცემის წინადღეები იყო, აი 1000 წლის ამის თაობაზე, ეს სამი მწერალი კაცი ერთი იმიდან და იქ საუბრობდით სწორედ იმის თაობაზე, რომ რეალურად დღეს ერთ-ერთ იმას უთხარი იქ ვეკითხები, რომ აი ჟურნალებს რო უშვებთ, ეხლა ყველამ გამოაქვეყნეთ აი პოზიცია და რა თქვა, რა მითხრა, ძალიან ჭკვიანმა კაცმა მითხრა, რომ კიო, ყველა არინდებსო თავსო ამ საკითხზე საუბარსო, რა მოგივიდათ ხალხო. მე იგივე ქუთაისელი კაცი იყოს. მე მინდა გითხრათ თქვენ ქუთაისში მწერლებს და ინტელიგენციის წარმომადგენლებს. მე ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი 99 წელში. მთელი ამბები ატეხეთ თქვენ იმაზე, რომ უკრაინიდან, სადაც ატომური აფეთქდა, ხორცი შემოვიდა საქართველოში და ქუთაისშიო. საქართველოში შემოვიდა ხორცი და ქუთაისში რატო შემოვიდა ეს ხორციო? ჯვარს მაცვით. ხორცი რატო შემოვიდა უკრაინიდანო? და ეს დაკავშირებული იყო აი 95 წელში იმ ატომური სადგურის აფეთქებასთან იყო დაკავშირებული. ხორცი რატო შემოვიდაო? გაისინჯა, ყველა დასკვნის მიხედვით კაი იყო, მაგრამ თქვენ ეჭვის ქვეშ აყენებდით ამას. და მწერალთა სახში მიმიწვიეს. მე და მთელი შეიკრიბა იქ გადაჭედილი 400-500 კაცი დარბაზში და კატეგორიულად მოითხოვეს ეს ხორცი ყველაფერი დალუქეთ და გააგზავნეთ უკან. ხო გახსოვთ რა ებს ამბობდით პატარ-პატარა რაღაცებზე, ეროვნული უნდა ყოფილიყო ყველაფერი. რა დაგემართათ ხალხო? გაჩუმდით ეხლა რომელიმე წერალი, რომელიმე მეცნიერი, რომელიმე სამწერლო ორგანიზაცია, რომელიმე შემოქმედებითი კავშირი, რომელიმე სამეცნიერო დაწესებულება, რომელიმე ინსტიტუტი, უნივერსიტეტი აზრს არ გამოხატავს რამდენიმე კანონთან დაკავშირებით. ეს არის განათლების კანონი, ეს არის ის რაც ემიგრანტებთან დაკავშირებით ხდება, ეს რაც არაბებთან დაკავშირებულია და ამ სამზე მაინც მნიშვნელოვანი არ გამოხატავს თავის პოზიციას. რა, არ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ცოცხლები არ ხართ? ამას ეს დრები ხარ თუ როგორ არის ეს? შენი ქვეყანა, შენი სამშობლო. გადით გაიარეთ რუსთაველის პროსპექტზე, ქართველი იშვიათია რომ შევხვდეთ ქართველს. და გეშინიათ გამოხატოთ, იმიტომ რომ ბიძინა მანეშვილს არ აწყენინოთ, პული არ შეგიმცირონ და გრანტები არ დაკარგოთ. ვნახე ამის წინ ძალიან დიდი გადაცემა იყო მწერალთა კავშირში დაჯილდოება. მე უდიდეს პატივს ვცემთ ქალბატონ, ესე იგი მაყვალა გონაშვილს. საათნახევარი მიდის გადაცემა
ძალიან კარგი ხალხი, საოცარი, მიყვარს ეს ხალხი და გული დამწარო არ ვესწრებოდი. აი სადღაც ვიფიქრე, რომ სადღაც იტყვიან, სადღაც იქნება იმაზე, რომ ჩვენი ამოცანა არის ბატონებო ის, რომ აი კი ბატონო ჯილდოვდებით ყველაფერი ესენი, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, რომ აი თქვა არაბული ქალაქების მშენებლობა არ დავუშვათ. არაფერი, ნული. რატომ? იმიტომ რომ გრანტები წამოვიდა. ყველაფერი ეს უნდა ვამხილოთ. ყველაფერი ეს უნდა ვთქვათ, ვინ რატოა გაჩუმებული. ორგანიზაცია რატოა გაჩუმებული. სამეცნიერო იქნება თუ შემოქმედებითი იქნება. რატოა გაჩუმებული ესა თუ ის პიროვნება? ვიღაცა სადღაც დაუნიშნეს, პული მიცეს, გრანტი მიცეს. საქართველოს მდგომარეობამ შეგვაერთოს ჩვენ. და საქართველო უნდა იყოს საზომი და რა ისო მე ოჯახში პურს მომცემენ ერთით მეც თუ ერთით დაკლებს. მოიწყო ძალიან ბევრი კარგად ცხოვრება არაერთმა და ორმა პიროვნებამ და საქართველოში დახოცილას ხვა. მე მწარე ვარ ამ შეფასებებში, მაგრამ მიყვარს ეს ხალხი და იმიტომ მიყვარს მე მეცნიერი, მიყვარს მწერალი, მიყვარს თეატრალი, მიყვარს შემოქმედებითი ინტელიგენცია, პედაგოგი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. აქ შეიძლება გავჩერდეთ ხალხო ეხლა რომ არაბული ქალაქი შენდება დავით აღმაშენებლის ქვეყანაში. 12 აგვისტოს დიდგორის ომის დღეს საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი დიდგორზე კი არ არის. თურქეთშია, თურქეთის პრეზიდენტთან და თითით ელაპარაკება თურქეთის პრეზიდენტი თელიქ საკითხებზე და ამაზე არ აქვს რეაქცია. ეს რა ვინმე წინააღმდეგ ბრძოლა? მე არ მინდა რომ ასე იყოს ამ ქვეყანაში. ეს ვინმე წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს თუ ეს არის საქართველოში ღირსებით დგომა. მე კიდე ერთხელ დავწუნდი იმაში, რომ მიწის გაყიდვა იწყება სულის გაყიდვით. გრძელდება ეს ხალხის ღალატით, ხალხის ღალატში, თუ ხალხის ღალატით და მთავრდება საქართველოს გაყიდვით. სული გაყიდა ძალიან ბევრმა. ხელისუფლებაში და ხელისუფლების გარეთ. ეს ხალხის ღალატია. და დამთავრდება ეს ქვეყნის ღალატით თუ მაგრად არ დავდექით. დარწმუნებული ვარ რომ საქართველო ამას არ დაუშვებს. მადლობა ჯუმბერ კოპალიანს, რომელმაც მითხრა დღეს რომ ქართველი ხალხი არაბული ქალაქების მშენებლობას არ დაუშვებს. დიდი მადლობა ბატონო ჯუმბერ, ეროვნული კაცი ხარ, ღირსეული კაცი ხარ და სხვანაირად ვერც კი წარმომედგინა. ბიზინე ამანიშვილს თქვენზე უკეთეს მხარდამჭერი მე არ ვიცი ვინ ყავდა და ვინ ყავს. ჩვენ ამაზე ხშირად გქონია კამათი. მაგრამ აი მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ რომ ეს პოზიცია გაქვთ, ეს არის ნამდვილი პოზიცია, ქართველის პოზიცია, მამულიშვილის პოზიცია, ქვეყანაზე მოფიქრალის პოზიცია. ასეთი ადამიანებზე დგას ქვეყანა, ასეთ ადამიანებს ქვიათ ქვეყნისთვის ბეჭებს შედგმული ადამიანები. რაც მეტი იქნება ამ ქვეყნისთვის ბეჭებს შედგმული, მით უფრო ძლიერი იქნება საქართველო. და ვიქნებით ბედნიერნი, თუ ყველანი მოვიმარჯვებთ ჩვენ ბეჭებს და შეუდგებით ჩვენ ქვეყანას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავხდებით ყველასთვის საჩვენებელი ქვეყანა, პოზიტიურ წილში, ვიქნებით ბედნიერების სავსე ქვეყანა და ვიცხოვრებთ ბედნიერების სავსე საქართველოში. ესაა ჩვენი მიზანი. მაგრად ვიყოთ, ძლიერად ვიყოთ, ამისთვის იბრძვის ქართული ერთობის დარბაზი, მეცნიერთა კონგრესი და ყველა ის რგოლი, რომელიც დაკავშირებულია სწორედ მეცნიერთა კონგრესთან და ქართული ერთობის დარბაზთან. გამარჯვებით.